26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონია თბილისში თავისუფლების მოედანზე გაიმართა. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. სამხედრო ფიცი ჩაიბარა საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ ყაველაშვილმა. თავისუფლების მოედნის გარდა წვევამდელებმა ფიცი დადეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 12 ისტორიულ ადგილას უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან. კერძოდ გონიოში, უბისაში, ფოკაში, თხოთის მთაზე, უშქულში, კონჭკათში, მარტვილში, ბარაკონში, ბოლნისში, ბოდბეში, მცხეთასა და სნოში. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს აღნიშნავს. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს. წვევამდელთა ფიცის დადების ერთ-ერთ ლოკაციად სიმბოლურად იყო შერჩეულიაც გარდაცვლილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მშობლიური სოფელი სნო. თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ. სიტყვა ეძლევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს. თქვენ უაღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ უაღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ უაღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, სამხედრო მოსამსახურენო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, პატივცემულო სტუმრებო, ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებნო თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის. ქრისტიანული რწმენის და ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის. 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობის აღდგენით ჩვენმა ერმა მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი ურყევი ნება, ყოფილიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და საკუთარ აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებელი. დამოუკიდებლობის მოპოვების და განმტკიცების გზაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ იყო ქართველი ერის სულიერი საყრდენი და ეროვნული ერთიანობის საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებას წინ უძღოდა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ჭეშმარიტებისკენ სწრაფვით ქართველმა ერმა შეიცნო თავისუფლება ქრისტეში და სწორედ ამ ჭეშმარიტებამ განათავისუფლა იგი. ჭეშმარიტი თავისუფლება დამოუკიდებლობის მხოლოდ გარეგნულ გამოხატულება და წარსულის მონაპოვარი როდია. არამედ ის უპირველესად ადამიანის სულიერ მდგომარეობას გულისხმობს და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს ჩვენგან. ეს არის მუდმივი შრომა, თავდადება და ერთგულება რწმენის, მოყვასის, სამშობლოს და სიმართლის მსახურება. დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს, მათ ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთიანობისა და მშვიდობისთვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გავალდებულებს გაუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. ამ ხრივ უმნიშვნელოვანესია ნეტარხსენებული კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ღვაწლი. მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იქცა ერის სულიერი და სახელმწიფოებრივი ერთობის, ეროვნული ცნობიერების, ეკლესიისა და ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის გამტკიცების მნიშვნელოვან საყრდენად. წელს აღნიშნავთ 1700 წლის თავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ეს თარიღი მხოლოდ ისტორიული მოვლენა არ არის. ის შეგვახსენებს იმ სულიერ საფუძველს,
რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ქართველი ერის თვითმყოფადობა, კულტურა და სახელმწიფოებრივი ცნობიერება. ქრისტიანულმა სარწმუნოებამ ჩვენს ხალხს ასწავლა თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავისუფლება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, სიმტკიცე განსაჩთელის ჯამს და სამშობლოსთვის თავგანწირვა. ამ ღირებულებებით გამსჭვალულმა ქართველმა ერმა გაუძლო მრავალ ქარტეხილს და ქრისტეს რწმენით გამტკიცებული კვლავ აღდგა, გაძლიერდა და არათუ განარჩა და შეინარჩუნა თავისი იდენტობა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიოს სულიერების და კულტურის საგანძურში. დღეს განსაკუთრებით მივესალმები საქართველოს თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ერთგულად იცავს სამშობლოს ღირსებას და თავისუფლებას. გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი არა მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი, არამედ მშვიდობის, პასუხისმგებლობის და სამშობლოს სიყვარულის მაგალითად უნდა ექცეს თანამემამულეებს. ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს. მშვიდობა ეს ის უმაღლესი მიზანია, რომელიც ამკვიდრებს კაცთა შორის მარადიულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას. ასევე მინდა ვიმართო ჩვენს მომავალ თაობას. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისათვის ხართ ხმობილნი, თქვენ ხართ საქართველოს იმედი და სიმტკიცე. ამიტომ მნიშვნელოვანია მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი. თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მსთარი წარმოდგენები თავისუფლებაზე. ადამიანს შთააგონებენ თითქოს თავისუფლება მხოლოდ ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა. სინამდვილეში ჭეშმარიტი თავისუფლება პირველ რიგში პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა. ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებების და ვნებების დავალდებულებაა, აკეთო ის, რაც მართებულია და ღვთისთვის სათნოა. სწორედ ამ ღირებულებების გააზრებით აღზრდილი თაობა შეძლებს შეინარჩუნოს ქვეყნის ერთიანობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ, არამედ ყოველდღიურად ვიშრომოთ და ვიზრუნოთ მისი გამტკიცებისთვის. დაეჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაფუძნებული იყოს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულზე, სამართლიანობაზე, გამშვიდობაზე, ერთობასა და შემწყნარებლობაზე, მოყვასისა და საკაცობრიო სიკეთის მსახურებაზე. რადგან ძლიერი სახელმწიფო შენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში სუფევს ეს სათნოებები და ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნების და სულიერ ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. საზეიმო ცერემონიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს საქართველოს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ სადემონსტრაციო გადაფრენა შეასრულა. მივესალმები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესა და უნეტარეს შიო მესამეს, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურს, ჩვენ საამაყო ქართულ ჯარს, მივესალმები აღმასრულებელი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელ პირებს, თბილისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, სასულიერო პირებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავ ჩვენი ისტორიის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. განსაკუთრებით გილოცავთ მათ, ვინც დღეს სამშობლოს ერთგულება შეჰფიცეთ და საქართველოს ჯარისკაცის სახელი მოიპოვეთ. ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს.
ქართველი ერისთვის ასეთი დღე 26 მაისია. 108 წლის წინ საუკუნოვანი ანექსიის შემდეგ ქვეყანამ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და მსოფლიო მიხილა დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველო. ჩვენმა წინაპრებმა ხმლით, კალმით, ლოცვით და თავდადებული საქმით დღემდე მოიტანეს ქართული სახელმწიფოებრიობის წმინდა იდეა და საუკუნეების განმავლობაში გადატანილი არაერთი განსასწრების მიუხედავად ჩვენ გადავრჩით, რადგან გავიმარჯვეთ უმთავრეს ომში, დავიცავით უმაღლესი ღირებულებები, სარწმუნოება, იდენტობა, ტრადიციები და არ დავთმეთ მშობლიური ენა. ამ ურთულეს გზაზე ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერების შენარჩუნებაში გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენმა დედა ეკლესიამ, რომელიც საუკუნეები რუდუნებით ინახავს ქართულ ცნობიერებას და თანამედროვე ქაოტურ სამყაროშიც ჩვენი დიდი იმედია. წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად განუყოფელია ერთმანეთისგან ჩვენი ისტორია და სარწმუნოება. გვიამაყება ქართული კულტურა საკუთარი ტრადიციების ერთგულებასთან ერთად, სხვის სიწმენის პატივისცემასაც გვასწავლის. საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სიძლიერეს გამოხატავდა სწორედ ის, რომ საქართველო იყო განსხვავებული რელიგიისა და კულტურის მქონე ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილი. თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევების ფონზე კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არ არის ერთხელ და სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა. დამოუკიდებლობა ყოველდღიურად მოსაპოვებელი და დასაცავი ღირებულებაა, რაც ჩვენგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს და განუზომელ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაუბროთ, როგორი იქნება საქართველოს მომავალი. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თითოეული გმირი, პატივი მივაგოთ და შევინარჩუნოთ. დავიცვათ და განვამტკიცოთ მათი მონაპოვარი. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად შევძლოთ ერთიანი, განვითარებული საქართველოს შენება და ჩვენ შვილებს ბევრად უფრო ძლიერი, მტკიცე და თავისუფალი სახელმწიფო დაუტოვოთ. მინდა მივმართოთ ჩვენს მომავალ თაობას. თქვენ ხართ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე. თქვენი ენერგია უდიდესი მამოძრავებელი ძალაა ქვეყნის განვითარებისთვის. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, ენა, მამული, სარწმუნოება, ოჯახის სიწმინდე, ეს ის მარადიული ღირებულებებია, რომელმაც ჩვენი არსებობა განსაზღვრა. სწორედ ამ იდეალებზე დაყრდნობით უნდა გახდეთ საუკეთესოები თქვენს მოწოდებაში, რათა ჩვენი სამშობლო უკვდავ იყოს მარადჯამს. კიდევ ერთხელ გილოცავთ 26 მაისს, ღმერთმა დალოცოს საქართველო. მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესთა უნეტარესშიო მესამეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, დედაქალაქის მერს, მინისტრებსა და პარლამენტარებს, კონსტიტუციური ორგანოებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამხედროებს, მოგესალმებით წვევამდელებს, რომლებსაც დღეს საზეიმოდ დადეთ ფიცი სამშობლოს წინაშე. მოგესალმებით ძვირფასო თანამოქალაქეებო, საზღვარგარეთ ცხოვრებო ჩვენო თანამემამულეებო, ქალბატონებო და ბატონებო. მივესალმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრებ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს. გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს. დღეს ჩვენ განსაკუთრებულ თარიღს აღნიშნავთ. დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებ ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი თავისუფლებას მოყარე ხალხისა და დიდი მოღვაწეების სიმამაცისა და სიბრძნეს და იმ მარადილ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეგვინარჩუნა ეროვნული ღირსება და ეროვნული თვითყოფადობა. წელს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. 326 წელს ქრისტიანობა ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად და ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად იქცა. ქრისტიანობამ განსაზღვრა უნიკალური ქართული კულტურა, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ასე ვამაყობთ. 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს. ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოამადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა და ნიჭი, რომელსაც ბოროტება და სიძულვილი ვერასოდეს დაამარცხებს. ამ 17 საუკუნის მანძილზე ჩვენ გარშემო იმპერიები ქრებოდა, საქართველომ კი დღემდე შეინარჩუნა ეროვნული თვითყოფადობა და დამოუკიდებლობა. რომ არა უფლის მფარველობა და ქართველი ხალხის რწმენა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები ვართ, ისტორიის ეს სასწაული
ვერ შედგებოდა. გიორგი მერჩული ამბობდა: ქართლად ფრიადი ქვეყანა იაღი რაცხების, რომელსაც საშინა ქართულითა ენითა შამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების. საქართველოს ეროვნული იდენტობის ეს ფორმულა ილია ჭავჭავაძემ, წმინდა ილია მართალმა სამი სიტყვით გამოხატა: მამული, ენა, სარწმუნოება. ეს არის ის სამი უმთავრესი ეროვნული ღირებულება, რომელსაც თავგანწირვით იცავდნენ ჩვენი წინაპრები და რომლის მტკიცედ დაცვა თითოეული ჩვენგანის თვალია. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით საუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოხატოთ ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიმართ, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღორძინა და რომელმაც ჩვენს დედა ეკლესიას ავტოკეფალი აღუდგინა. ისევ როგორც წმინდა ილია მართალმა, ილია მეორემაც სამი სიტყვით გამოხატა უმთავრესი ღირებულებები, რომლებსაც თითოეული ქართველის თვითშეგნება უნდა ეფუძნებოდეს: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ყალბია ყოველგვარი პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი, რომელიც ღმერთის შიშსა და რწმენაზე არ არის დაფუძნებული. სწორედ უფლის რწმენაზე დაფუძნებული პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი არის ის ძალა, რომელმაც დაგვაძლევინა მრავალი სირთულე წარსულში და რომელიც დაგვაძლევინებს ყველა სირთულეს მომავალში. ღრმა პატივისცემით მივესალმები უწმინდეს და უნეტარეს შიო მესამეს, უფლისნებით, ილია მეორის ანდერძით და წმინდა სინოდის თანადგომით გამორჩეულ კათოლიკოს პატრიარქს. უწმინდეს და უნეტარეს უსურებ მისი მოღვაწეობა საბრძოლოდ დაედოს კიდევ ერთ გამორჩეულ ეპოქას ჩვენი დედა ეკლესიის ისტორიაში. 35 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. მას შემდეგ ჩვენ კვლავაც გავდივართ 40 წლიან მოსეს გზას. დღეს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში გაძლიერება მისცა ჩვენს ქვეყანას შეასრულება ურთულესი გამოწვევების მიუხედავად. მტკიცედ დაიცვა სარწმუნოება, შეენარჩუნა ბინა მშვიდობა და დადგომოდა წინსვლისა და განვითარების უწყოთ გზას, რომელიც აუცილებლად იგვიყვანს აღთქმულ მიწამდე, ჩვენი ყველა ეროვნული მიზნის მიღწევამდე, გამთლიანებულ და გაბრწყინებულ საქართველომდე. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს, გილოცავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ და ერთიან საქართველოს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი სამშობლო. მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, მივესალმები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ქალაქ-თბილისის მერს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, მოგესალმებით ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, პატივსემულო სამხედრო მოსამსახურეებო, ქალბატონებო და ბატონებო. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე არის ჩვენი ეროვნული ნების, თავისუფლების სიყვარულის და პასუხისმგებლობის სიმბოლო. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, როდესაც შეწყვეტილი იყოს ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას. დღევანდელ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც წელს აღნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს თარიღი გვახსენებს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია 17 საუკუნის განმავლობაში ერთად ქმნიდნენ იმ სულიერ და ეროვნულ საფუძველს, რომლებმაც ურთულეს ეპოქაში გადაგვარჩინეს. გადაგვარჩინა ჩვენმა თვითშეგნებამ და სამმა უმთავრესმა საუნჯემ, ქვეყნის სიყვარულმა, ტრადიციების ერთგულებამ და რწმენის სიმტკიცემ, რომელთა მთავარი შემქმნელი და შემნახველია ორი ინსტიტუცია, ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია. მათი განცალკევება შეუძლებელია, მათი ისტორია ცალ-ცალკე ვერ მოითხრობა. ეს არის იმ ერთი სხეულის ორი საყრდენი, რომელსაც საქართველო ჰქვია. 2 საუკუნის წინ ჩვენ ეს ორივე საყრდენი გამოგვაცალეს. ოქროს ჯაჭვი გამოგვაბეს და ჩვენი რწმენისგან დაცლა განიზრახეს. მას შემდეგ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ მოსაგებია. საუკუნის წინ აღდგა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა, მისი ავტოკეფალია. თუმცა ეკლესიის, როგორც საქართველოს ერთიანი სხეულის საყრდენის აღორძინებას ჩვენი წმინდა პატრიარქის ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი შრომა დასჭირდა. მისი სასწაულებრივი ღვაწლის ნაყოფი ვიხილეთ ორიოდე კვირის წინ, როდესაც საქართველოს ეკლესიის კრებამ კათოლიკოს პატრიარქი გამოარჩია. ჩვენ ვნახეთ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ავტოკეფალია, ნამდვილი დამოუკიდებლობა, როდესაც ჩვენ თვითონ ყოველგვარი უცხო მოქმედებისგან თავისუფლად თავად წვეთ ჩვენს ბედისწერას.
ისტორიის მორიგი ფანჯარა გაიხსნა 35 წლის წინაც, როდესაც დავიბრუნეთ მეორე საყრდენის, ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ბევრჯერ დაკარგული, მაგრამ არასდროს დავიწყებული იდეა. 35 წელია, ერი და ბერი ერთად გავდივართ სახელმწიფოდ ყოფნის, დამოუკიდებლად ქცევის და სუვერენიტეტის მოპოვების ეკლიან გზას. გავდივართ ჯიუტად, შეუპოვრად და მტკიცედ. ზოგიერთს დღესაც სურს მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ახალ ოქროს ჯაჭვზე გამომებულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ვეყუდნეთ სხვას და არა საკუთარ თავს. ეს არ გამოვა. ქართველი ხალხის ნება მტკიცეა. ჩვენი საუკუნოვანი ბრძოლა ეკუთვნის ავტოკეფალურ ეკლესიას და დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ესაა საქართველოს თავისუფლების ფორმულა. ჯარისკაცებო, სწორედ ამიტომ დღეს თქვენი ფიცით და ჩვენი ერთობით პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, ჩვენს სპიდა პატრიარქებს და წმინდა მეფეებს, ღვთისკაცებს და ერისკაცებს, სახელოვანებსა და უსახელოებს, მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე, შრომა და რწმენა სამშობლოს მიუძღვნეს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ბატონო პრეზიდენტო, თქვენო უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, ბატონო ქალაქი თბილისის მერო, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, პატივცემულო სტუმრებო. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელი დღე არის საერთო სახალხო ზეიმის დღე, რომელიც ასახავს ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაღ ხასიათს, შემოქმედებით ბუნებასა და განსაკუთრებულ თავდადებას სამშობლოსადმი. დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ერთიან და მრავალფეროვან, თავისუფლებისა და ღირსების იდეით შეკრულ საზოგადოებას. 1700 წლის წინ ღვთისმშობლის წილხვეც საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადა. ამ ისტორიულმა მოვლენამ განსაზღვრა ჩვენი იდენტობა, კულტურა, ცივილიზაციური არჩევანი და კიდევ უფრო განამტკიცა სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია. თანამედროვე საქართველოს სულიერი აღმავლობა კი უკავშირდება ჩვენს დიდ პატრიარქს, გამორჩეულ სულიერ ლიდერს, ერის მამას, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რომელმაც განსაზღვრელი როლი ითამაშა ეკლესიის აბუძოლების განმტკიცებასა და გაძლიერებაში. მისი მოღვაწეობისა და სულიერი სწავლების საუჯეს წარმოადგენდა მარადიული იდეალები, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. თქვენო უწმინდესობა, სიმბოლურია, რომ თქვენი აღსაყდრება დაემთხვა ამ საიუბილეო წელს, რაც გვარწმუნებს, რომ თქვენი ლოცვა კურთხევითა და წინამძღოლობით, ჩვენი სულიერო დასის ღვაწლით, კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცე და ქრისტიანული ღირებულებები. ქართული მხედრობა მუდამ იყო საქართველოს ისტორიის თანაზიარი. თავდაცვის ძალები წელს 35 წლის იუბილეს აღნიშნავს. თავდაცვის ძალები არა მხოლოდ შეიარაღებული ძალა და თანამედროვე საბრძოლო შესაძლებლობებია, არამედ უპირველესად ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და თავგანწირვა. მინდა დღევანდელი დღე მიულოცო სამხედროებს, გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებს და რიგითებს. 26 მაისს ულოცავ ჩვენ ჯარის მომავალს, იუნკერებსა და კადეტებს, წვევანდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს, ჩვენს რეზერვისტებს და უმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს და რა თქმა უნდა, ქართული ჯარის ვეტერანებს. მადლობა ჩვენი სამხედროების ოჯახებს, რომლებიც ქართველი ჯარისკაცების ძლიერების საფუძველია. განსაკუთრებით გილოცავთ რეკრუტებს, რომელთაც დღეს საქართველოს წინაშე დადეთ ფიცი და შემოუერთდით ქართულ ჯარს. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა სხვადასხვა თაობის გმირების თავგანწირული ბრძოლის მონაპოვარია. ქეცვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეს ემთხვევა. ადამიანის, რომელმაც ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ერთმუშტად შეკრულ ქართველებთან ერთად შექმნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი. ჩვენი დამოუკიდებელი სამშობლო ყველა მოქალაქეს ეკუთვნის, მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა. ის ეკუთვნის ჩვენს აფხაზ და ოსთანა მოქალაქეებს. ისინი აუცილებლად იქნებიან ჩვენი ძლიერი, საერთო საამაყო მომავლის თანაშემოქმედნი.
ეს დღე ეკუთვნის მამაც პოლიციელებს, მეხანძრე მაშველებს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, ექიმებსა და ექთნებს, მეწარმეებს, ფერმერებს, მასწავლებლებს, საამაყო ხელოვანებსა და სპორტსმენებს, ღვაწმოსილ უფროს თაობას, უნიჭიერეს ახალგაზრდებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს, ჩვენს ემიგრანტებს, საჯარო მოხელეებს, ყველა პროფესიის წარმომადგენელს, რადგან სწორედ მათი შრომა და მონდომება ქმნის საქართველოს ნათელ მომავალს. ბატონებო და ქალბატონებო, სწრაფად ცვალებად თანამედროვე რეალობაში, სადაც ტრადიციული ღირებულებების და ეროვნული იდენტობის წაშლის ცდელობა თვალსაჩინოა, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება გადამწყვეტია დამოუკიდებელი და სუვერენული მომავლის შესანარჩუნებლად. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, დარწმუნებული ვარ თქვენი ლიდერობით და პოლიტიკური გუნდის სიმტკიცით შევძლოთ დავიცვათ მამული ენა და სარწმუნოება. განვამტკიცებთ ერთიან საქართველოს, სადაც მომავალ თაობებს განვითარების და გაძლიერების ლაღის შესაძლებლობა ექნებათ. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, საქართველოს უსურვო მშვიდობა, ერთიანობა და კეთილდღეობა. ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი. საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილები კიდევ ერთხელ დალოცა. ღონისძიების ფარგლებში თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. ტრადიციულად მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცა. სრულიად საქართველოს სულოცავ დღევანდელ დღეს, დღე რომელიც გვაერთიანებს ქართველ ერს. დღეს საქართველოში საზეიმოდ ფიცი დადეს რეკრუტებმა 13 ლოკაციაზე, რომლებიც გადანაწილდებიან შემდგომში უკვე თავდაცვალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დედაქალაქში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. გაიმართა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები. მრავალფეროვანი პროგრამა იყო წარმოდგენილი ორბელიანის მოედანზე, ათონელისა და ფურცელაძის ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ შეკრებილები მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდნენ. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გილოცავთ 1700 წლის იუბილეს. მე მგონია, რომ ძალიან კარგი დღე გამოვიდა, ნათელი, მზიანი და რა ვიცი, ბევრი ხალხია გამოსული და ყველა სახე უცინის, უღიმის და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე გვაერთიანებს და მართლა რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს. მიხარია, რომ ორბელიანის მოედანი სავსეა ახალგაზრდებით, ბავშვებით, უფროსებით. მიხარია, რომ ბევრი მეწარმეა გამოსული. მიხარია, რომ ღვინით, ხორბლით და ყველა ხვავით და ბარაკით ხვდებით ამ დღეს. მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მშვიდობიანი, წარმატებული და ჩვენი კულტურა იყოს ის მაღალი ხმა, რომელიც მთელ მსოფლიოში წარმოგვაჩენს და გამოგვარჩევს. გილოცავთ კიდევ ერთხელ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. თბილისის მერის სახელით ყველას ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ველოდებით აი აქ ორბელიანის მოედანზე, ამ საზეიმო გარემოში. დღევანდელი დღე არ იქნება გამონაკლისი და ორბელიანის მოედანი ნამდვილად გადაიქცევა სადღესასწაულო სივრცედ. ათვისებული არის სრულად 9 აპრილის ბაღი, ათონელის ქუჩა, ფხოვის ქუჩა და ფურცელაძის. განთავსებული არის რამდენიმე სცენა ლოკაციაზე, სხვადასხვა მიმდინარეობის კონცერტებს და სხვადასხვა ჟანრის კონცერტებს შევთავაზებთ აქ მოსულ ადამიანებს. 9 აპრილის ბაღი არის საბავშვო სივრცედ დღეს გადაქცეული და მიმდინარეობს ეხლა უკვე საბავშვო კონცერტები და დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საბავშვო აქტივობები. ყველაზე მნიშვნელოვანი ორი კომპონენტი არ მინდა რომ გამომრჩეს. კვების ზონები, სადაც ქართველი შეფები სხვადასხვა კუთხეებს წარმოადგენენ და არაჩვეულებრივ ქართულ მენიუებს თავაზობენ ვიზიტორებს და მეწარმეები, რომელიც მრავლად არიან 9 აპრილის პარკში წარმოდგენილები და უნიკალურ ხელნაკეთ აქსესუარებს ყიდიან და გამოფენაც აქვს პარალელურად მოწყობილი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, ერთ-ერთი უმთავრესი მაცოცხლებელი ჩვენთვის ქართველებისთვის დამოუკიდებლობის დღე და ყველას ულოცავ, შეგიძლიათ მოგბრძანეთ აქ და ძალიან ისიამოვნოთ, ისეთი კულტურული სივრცეებია გაკეთებული და ყველას კიდევ ერთხელ გავიმეორებ ულოცავ, იმიტომ რომ ეს არის დღე, რომელიც ყოველთვის გვაფიქრებინებს და უკან ისტორიაშიც გვახედებს, როგორ გამოვიარეთ ეს გზა, როგორ მოვედით აქამდე და ასევე როგორ უნდა ვიაროთ, გვაძლევს საშუალებას და ძალიან დიდ ბიძგს.
საით უნდა წარუმართოთ და როგორ ჩვენი ცხოვრება. ქართველ ერს ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. როგორც ყოველთვის დღესაც იგრძნობა ქართველ ხალხს შორის ერთიანობა და ბედნიერება და უსურვებ, რომ სულ ასე გაგვეგზელებინოს და ასე აგვენიშნოს ყოველ წელს ასეთი დღე. ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე უმნიშვნელოვანესია ყველა ქართველისთვის და საქართველოს მოქალაქისთვის. გილოცავთ. საქართველოს კი უსურვებ გამთლიანებას და ალბათ ღვთისმშობლობით ეს მალე მოხდება და ქართველი ხალხი, ქართველი ერი გაიხარებს ამით. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.